პარანორმალურ ამბებს ერთი საშიში ისტორიით ვიწყებ, რომელსაც დორის პიტერის საქმე ჰქვია. ღამე იყო, საწოლში იწვა. მოულოდნელად თვალები გაახილა. ოთახში მიმოიხედა. აშკარად წვდიადი იყო, რადგან საათი ვერ დაინახა. ირგვლივ სახლშიც და ქუჩაშიც სრული სიჩუმე სუფევდა. გაახსენდა, რომ ბავშვებმა მალევე ჩაიძინეს და ახლაც მშვიდად ეძინათ. ამის მიუხედავად დორისს რაღაც მკვეთრად უსიამოვნო განცდა დაუფლებოდა. გრძნობდა, რომ რაღაც ისე არ არის. ჰაერი, რომელსაც სუნთქავდა, თითქოს დაელექტროებული იყო. მან თვალები არ დახუჭა და განაგრძო დაკვირვება. დორისი აკანგალდა. ასეთი ცახცახი ღამით გამოღვიძებულზე მისთვის პირველი იყო. მალევე ისეთი განცდა ჰქონდა, რომ თითქოს ოთახში მარტო არ იყო. კიდევ ერთხელ მიმოავლო თვალები საძინებელ ოთახში. ფიზიკურად არაფერი იყო. არადა მარტოდ არ ყოფნის შეგრძნება არ ქრებოდა. პირიქით, ძლიერდებოდა. სიჩუმესა და სიბნელეს დორისის მომატებული სუნთქვა და გულისცემის ხმა არღვევდა. სხეულის შიგნიდან სხვას გრძნობდა. თითქოს მასში რაღაც ან ვიღაც კიდევ იყო. არ აქვს მნიშვნელობა, რას ვერ ხედავდა მისი თვალები. მთავარი იყო შეგრძნება. დორისმა საწოლიდან ადგომა და ოთახიდან გასვლა გადაწყვიტა. ადგა კიდეც, რაც შეეძლო სწრაფად. ადგომის დროს რაღაც ძალამ გადაუარა, ან მასში გაიარა. ზუსტად ვერ იხსენებდა. ვერ ხსნიდა იმ განცდას, რაც მაშინ დაეუფლა. იგრძნო, რომ რაღაც არსება მასთან თანამყოფობდა. დორისმა ხელები სრესა დაიწყო და მკლავებზე მჭიდროდ შემოიჯდო. ცდილობდა, რომ თავი დაეხსნა საწოლიდან, თუმცა ვიღაც სხვა ამაში ხელს უშლიდა. ქალმა ამჯერად დაკვირვებას სცადა, თუმცა ხმის ამოღება ვერ შეძლო. სიბნელეში მან მამაკაცის მსგავსი არსების ტანი დალანდა, თუმცა ბუნდოვნად ეს აშკარად ადამიანის სხეულის მსგავსი ფიგურა იყო. ის მის წინაშე იდგა. ინტერვიუს დროს დორის ძალიან უჭირდა გადმოცემა, როგორც მისი ფიზიკური აღწერის, ისე საკუთარი შეგრძნებების. თითქოს გაიყინა და გაქვავდა. შიში, შოკი, უსუსურობის და უძლურების განცდა ერთმანეთში აერია. მიხვდა, რომ თლად ადამიანურ ბუნებასთან არ ჰქონდა საქმე. ეს იყო მსგავსი, მაგრამ რაღაც განსხვავებული არსება. მაგრამ რა?